ვაღიარებ რომ ბოლო ხანებში მეც რაღაც ემოციამ ჭარბობს ხოლმე. ზოგადად ცნობილი ვიყავი როგორც გაწონასწორებული და ასე შემდეგ. აი ამოვდიოდი თქვენთან კიბეებზე დღეს და ფიქრობდი რომ კი მაგრამ რაზე უნდა ვისაუბროთ დღეს მე და გიორგიმ. ნატოს მიმდინარე სამიტზე ხომ არა და საქართველოს მზარდ ინტეგრაციაზე იმ უსაფრთხოების სისტემაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას და თავისუფლებას და მშვიდობას მოუტანდა 10 წლეულების განმავლობაში. ვერ საუბრობთ, იმიტომ რომ საქართველოს იქ არაა წარმოდგენილი. არა და ძალიან ოპტიმისტური შედეგებით დასრულდა. ძალიან უმნიშვნელოვანესი სამიტია. უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ხდება იმ გარემოში, რომლის წევრობის და რომლის ნაწილობის შემთხვევაში ჩვენ უამრავი ის პრობლემა, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ეკონომიკური, სოციალური განათლების, ჯანდაცვის და ყველაფერი მოგვარდებოდა უსაფრთხოება. ვფიქრობდი ხომ არ უნდა გვესაუბრა, აგერ ჩვენს უახლოეს სამეზობლოში რა ამბები ხდება ირანთან დაკავშირებით, იქ მთელი ამბავია, აქ საქართველოს სად არის, როგორ გაიძლიერა პოზიციები, ან როგორ გააძლიერა თავისი უსაფრთხოება და ასე შემდეგ. მინდოდა ალბათ გველაპარაკა იმაზე, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე სახელმწიფოს ახლა უნდა კონდეს გამალებული ურთიერთობა ევროკავშირთან, ევროკავშირის სახელმწიფოებთან, ეკონომიკის სფეროში. ჩვენ უნდა ვხედავდეთ ახალ ინვესტორებს ქვეყანაში, ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ქარხნებს, ფაბრიკებს, ჩვენი ბიზნესმენები მიდიოდნენ, ჩვენი უნივერსიტეტები გასული პროგრამებს აძლიერებდა და ასე შემდეგ. ქართული ემიგრაცია უგამბრუნდებოდეს, იმიტომ რომ მაღალ ანაზღაურებად პროფესიულ საქმიანობაზე მოთხოვნა გაიზრდებოდა ამ შემთხვევაში. ჩვენი ხელოვნების მუშაკები, კულტურის მოღვაწეები, რომლებსაც ახალი საშუალებები ექნებათ, რომ ჩვენი კულტურა მსოფლიოს გააცნონ, ჩვენს მოსახლეობას გააცნონ და ციხეებში კი არის ხდება და იმაზე არ ვლაპარაკობთ პოლიტიკად და ასე შემდეგ. და ამის ნაცვლად რა გვაქვს სალაპარაკო? სალაპარაკო გვაქვს ის გიორგი, რომ 100 წლის შემდეგ 1920-იან წლებში რომ ამბები მოხდა ამ ქვეყანაში და პროლეტარიატის დიქტატურა რომ დამყარდა, აი 100 წლის შემდეგ ვართ მოწმენი უკვე მილიარდერის დიქტატურის დამყარების. მაშინ, როდესაც საქართველოს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა 10 წლეულების განმავლობაში 90-იანებიდან დღემდე, რომ დაგვეღწია თავი ამ ყველაფრისგან. და სად მივდივართ კი? პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები ან უკვე ციხეში არიან, ან ამ გზას არიან გაყენებულნი და ან ვიშინსკის დროინდელი ტროიკის მსგავსი წულუკიანის რა ვიცი რა არის შესტიორკა სემიორკა არ ვიცი რამდენი არიან იქ ესე აცხობს და აცხობს ახალ ვითომ საბაბებს და რაღაც არგუმენტებს ახალი ადამიანების ციხეში გასაგზავნათ. ეს ამას უკვე არაფერი აღარ ქვია სხვა, თუ არა დიქტატურის დამყარების მცდელობა. ის რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ისი მოწმეებით ხედავთ, აი აქ ვართ მისული და ეს არის უკვე არა პოლიტიკური პრობლემა, არა პარტიული პრობლემა, არა საზოგადოებრივი პრობლემა, არა ინდივიდუალური პრობლემა შენი და ჩემი, არამედ პარტიული პრობლემაც, პოლიტიკურიც, საზოგადოებრივიც, ინდივიდუალურიც და სრულიად ეროვნული. აი როგორც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ქოლგის ქვეშ გაერთიანდა სრულიად საქართველო. მიუხედავად ამისა, ვინ რომელ პარტიას ეკუთვნოდა, ვის საით იყურებოდა, ვის რა პრიორიტეტები ჰქონდა ცხოვრებაში, საკუთარი ქვეყნის დასახსნელად იმ ტყვეობისგან, რასაც მაშინ საბჭოთა ტყვეობა ერქვა, ახლა ამ ამოცანის წინაშე დავდექით, ვინაიდან წინ დიქტატურაა. ეს დიქტატურები როგორ ამთავრებენ ცხოვრებას, რითი ამთავრებენ თავიანთ მოღვაწეობას, ეს კარგად ვიცით. ისტორიიდან ვიცით, ყველაფრიდან ვიცით. მაგრამ ამ პერიოდში უამრავი ადამიანის ცხოვრება ინგრევა. მე ვხედავ ძალიან კონკრეტულ ადამიანებს, რომელთა ცხოვრება, რომელთა მომავალი, რომელთა საქმიანობა, რომელთა ფუნქციონირება არის უკვე აი ბეწვის ხიდზე. ამიტომ რა ხდება ქვეყანაში? დიქტატურა მყარდება, რომელსაც უნდა შევერკინოთ, შევებრძოლოთ სრულიად ეროვნული ძალებით. მაგაზე მექნება ძალიან კონკრეტული შეკითხვა თქვენთან და სხვა კოლეგებთან, სხვა პარტიებიდან, რომლებიც დღეს სტუდიაში შემომიერთებიან, მაგრამ მანამდე მინდა სტერეოტიპთან დაკავშირებით კითხოთ. აი თქვენც თქვით ახლა, რომ ყველამ ვიცით ეს დიქტატურები როგორ მთავრდება. თუმცა ამ დიქტატურებს ისტორიაში განსხვავებული დასასრულიც აქვთ ხოლმე. უმეტესწილად სტატისტიკურადაც ეს ნამდვილად ასია, მე თქვენ არ გასავლეთ ისტორიას და მით უმეტეს ტელემაყურებელს, მაგრამ უმეტესად დიქტატურები ემხობა და ძალიან მძიმედ მთავრდება.
მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც დიქტატორები თავიანთი სიცოცხლის ბოლომდე ახერხებენ ძალაუფლების შენარჩუნებას, შემდეგ ისინი გარდაიცვლებენ და ამის შემდეგ ხდება ხოლმე რაღაცეები. რა განაპირობებს ასეთ შემთხვევებს საქართველოს შინაარსის გათვალისწინებით? იქ ბევრი მიზეზია, მასშტაბი, ეპოქები, თვითკმარობა, რესურსები და ასე შემდეგ, საზოგადოების მენტალიტეტი, ბევრი სხვა რაღაცა, იზოლაციის ხარისხი და ასე შემდეგ და რატომ გონიათ თქვენ და ასე დარწმუნებით რატომ მიგაჩნიათ რომ საქართველოში დიქტატურა დიდხანს ყოველ შემთხვევაში შეუძლებელია გაგრძელდეს? ერთი მხრივ პროლეტარიატის დიქტატურა ვახსენე, რასაც საბჭოთა სისტემა ერქვა, ის 70 წელი გაგრძელდა, მაგრამ რამდენიმე ლიდერი გაისტუმრა და მაინც რჩებოდა იმ დიქტატურად, რომელშიც ის რჩებოდა. ამიტომ ასეთი მაგალითებიც გვაქვს. ჩვენ სამესობლოშიც მემკვიდრეებმაც გააგრძელეს დიქტატორული და ასე შემდეგ. ამიტომ კი ეს ბოლოში რომ ასე ასრულებენ, ეს არანაირი შეღავათი არ არის და ეს იმას ამჟღავს, რომ ხო, დაველოდოთ და ჩამოინგრევა, ან ჩამოიქცევა. ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ყოველი დღე დიქტატორული რეჟიმის პირობებში გატარებული კიდევ მეორე ეს არის უამრავი ადამიანის ძალიან კონკრეტული ცხოვრების დანგრევა და ასე პრობლემები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს თავისთავად არ ხდება. ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში და მაშინ, როდესაც ერს საზოგადოებას აღმოაჩნდება საკუთარი შინაგანი ძალები, ერთი, ეს არის ემოციური ძალა, ეს არის რაღაცნაირად ზნეობრივი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე. მეორე, აღმოაჩნდება უნარი ეს ბრძოლა დიქტატურასთან კონდეს არამხოლოდ ემოციურ დონეზე, არამედ ძალიან ისეთ რაციონალურ და გეგმაზომიერ დონეზე, დამთვალსაზრისით პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ბოლო დაახლოებით 2 წლის განმავლობაში, 3 წლის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ ემოციური აღდგინების, რა ვიცი, კულმინაციებს, რომელსაც არ და ვერ ახლდა ის გეგმაზომიერება და ის დათვლა და გათვლა, რომელიც აუცილებელია დიქტატურასთან საბრძოლველად. დიქტატურა სწორედ იმითი ხასიათდება, რომ მას არამხოლოდ მორალურ-ზნეობრივი სტანდარტები აღარ აწუხებს, არამედ არც სამართლებრივი სტანდარტები აწუხებს. მარტო დღის განმავლობაში უამრავი რამ მოვისმინეთ, სად აბრუნებენ ქვეყანას. აი საბჭოეთში რომ სტანდარტები იყო მედიის საქმიანობის თუ სიტყვის თავისუფლება ასე შემდეგ. ანუ არც ესა ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში დღეს გვაქვს ის განსხვავება და ეს არაერთხელ გვითქვამს, რომ ის ბერკეტები, რომელიც უწინ იყო ეფექტური ავტორიტარიზმებთან საბრძოლველად, და ეს იყო საერთაშორისო სისტემები, ეს ევროპის სტრუქტურები თუ კონკრეტული სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები და ასე შემდეგ, და ეს ინსტრუმენტები იქამდე მიტანა პრობლემის, რომელსაც ესენი სახელმწიფოს ღალატს ეძახიან, ანუ დემოკრატიული სტანდარტების დარღვევის პრობლემების მიტანა სადღაცამდე, ჯერ კიდევ აი გამსახურდიას ხელისუფლების დროიდან მახსოვს, როდესაც გაეროს რაღაცა დეკლარაციაში ესწერია და ეს ფლატ ბოლომდე ასე არ შეიძლება და იქიდან ხო, ამ ხელისუფლებამ აქედან თავი დაიღწია. ანუ ჩვენ რომ თვლით, რომ აი ევროკავშირში კიდე მორიგ რეზოლუციას მიიღებენ, რომელთაც მათ დაამუნათებენ, ეს პირიქით მოქმედებს. ანუ ჩამოვდივართ. მარტივად ვთქვათ, რომ დასავლეთის ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას შეიძლება არ აწყენდა, მაგრამ ამაზე აღარ არის დამოკიდებული. ამაზე არ არის დამოკიდებული. დასავლეთთან ურთიერთობაზე ლაპარაკობენ იმდენად, რამდენადაც საკუთარ ამორჩეველთან, მაგრამ ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მაგის გარეშე გაძლებს. ჩემი კითხვა დამოშია, რომ ჩრდილოეთ კორეამ შეიძლება გაძლოს თავისი ატომური ბომბი აქვს ბოლოს და ბოლოს და ტრამპიც კი იძულებულია ოფერებით იქნება თუ დაშინებით თუ ასე შემდეგ, როგორც სუბიექტს ეურთიერთოს და იმას კიდე თავისი ტერიტორია ისე აქ იზოლირებული, შემორაგული, ასე ვთქვათ და ხალხს ისე მდგომარეობაში აცხოვრებს, რომ ამ დიქტატურასაც ინარჩუნებს და გარედან ჩარევის ხარისხიც არის ძალიან შემცირებული, ამავე დროს ჩინეთის ელემენტი, რუსეთის ელემენტი ასე შემდეგ. უამრავი ფაქტორია. ჩვენთან რა არის ისეთი, რამაც შეიძლება ივანიშვილი კობახიძის დიქტატურას აარსებოს? ეს არის პერსონალურად ივანიშვილის ფაქტორი. აი მთელი განსხვავება ამაშია. იმიტომ რომ ჩვენ ერთი მხრივ 30 წლის განმავლობაში დემოკრატიული სისტემები და ინსტრუმენტები ვერ შექმნით და ამიტომ გახდა ივანიშვილის შესაძლებელი. ივანიშვილი რო გავწიოთ ახლა. ხვალ რომ ამ კაცმა აბასთომაში გაიღვიძოს და თქვას რომ მომწყინდა ეს ამბავი, მოდით მე გავიწევით, გაუშვებს არ გაუშვებს უბრალოდ ამას თავი დავანო და ივანიშვილია კობახიძეს ქვეშ როგორც აეწყო ახლა ეს სისტემა. ორი კვირა დაჭირდება მის ჩამონგრევას. რატო ეს პოლიციელები, პატრული, ეს მოსამართლეები და
და ასე შემდეგ. არც ერთ მათგანს იგივე ბრძანებებს არ დაექვემდებარებიან. რატო ხართ ასე დარწმუნებული? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მათი დიქტატორული სისტემა ვერტიკალი არ არის? არ არის. არ არის, იმიტომ რომ ივანიშვილის შარმით აკეთებენ ამას თუ ბრიტი. ფულს ისედაც ჩაულობენ ბიუჯეტის ხარჯზე. მარტო თვითონ ინაწილებენ ძალისმიერი სისტემის მეშვეობით ახშობენ ყოველგვარ გამოვლინებას წინააღმდეგობის ივანიშვილის იმედად ეს სისტემა სწორედ ამით ხასიათდება იმიტომ რომ მათ არ აქვთ არანაირი დიქტატორულ რეჟიმებს ჭირდებათ საფუძვლები რაღაცას უნდა დაეყრდნონ ხო შიშველი ძალით ჩრდილოეთ კორეაც ვერ აღწევს ამას ჩრდილოეთ კორეას ყავს დახატული მტერი, ამ შემთხვევაში სამხრეთ კორეის სახით, რომლის ხატების გამო ის სხვადასხვა ლიდერები მოსახლეობას ამყოფებენ იმ მორჩილებაში, რომელშიც ისინი არიან იდეოლოგიურად და რეპრესიული აპარატი ეს არის დამხმარე საშუალება. ამათ არ აქვს იდეოლოგია, მაგრამ აქვს შიში, რომელზეც დგანან, რომ რუსეთი დაგვომბავს თუ არ იქნებიან ესენი. ეს შიში აქვს. მოსახლეობას გასვლადია, ვიზეს დგანან და რითიც ინარჩუნებენ. ვიზეს დგანან, ეს არის ის ჩინოვნიკური შრე, ფენა, რომელსაც სახელისუფლებო კეთილდღეობის იმედად ყავს ერთი კონკრეტული ადამიანი, ივანიშვილი. ეს არ არის შეკრული პოლიტიკური ძალა, რომელსაც იდეა აერთიანებს, თუნდაც ეს იყოს, რამე არ ვიცი, სუპერ ნაციონალისტური ან ნაცისტური ან რელიგიური, ფუნდამენტალისტური, ანუ, როდესაც ადამიანებს რაღაცის სწამთ და ფუნდამენტალისტური, არ ვიცი, მიდიან და შეასკდებიან ვიღაცას, თქვენთვის და ჩემთვის შესაძლოა გაუგებარი და მიუღებელი მიზნებისთვის ამოცანების. არა, ამ ხალხს ასეთი არაფერი გააჩნია. ასეთი მაგალითად ნაცმოძრაობის აქტივისტებს ჰქონდათ და დღემდე შემორჩათ რაღაცა ტიპის ფანატიზმამდე მისული რაღაცეები, რის გამოც გაყვებიან ვიღაცა სადღაცამდე და იბრძოლებენ და ასე შემდეგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე შიშველ საძალაუფლებო სისტემასთან, რომელიც დგას ივანიშვილის უძლეველობის მითოლოგიაზე, მისი ფინანსური შესაძლებლობების უსასრულობაზე, მის სპეცკავშირებზე რუსეთთან, რომელიც მას უპყრია ხელში ძალიან მყარად და მის სუპერ გავლენებზე ყველა იმ სფეროში რომელშიც ახლა ხო არის ისო თითქოს მისი ხალხი წავიდა, კობახიძის ხალხი მოვიდა, აქ ამით ივანიშვილი არანაირად არ დასუსტებულა, იმიტომ რომ მას კობახიძის სახით ნაპოვნი ყავს საბოლოო ჯამში, იპოვნა და მერე გამოიყვანა ამ სტილის და ტიპის ხელმძღვანელი მუშაკი, რომელსაც მის გარეშე არც ერთი ნაბიჯის, არც ერთი აზრის თავში გავლების უნარი და სურვილი არ აქვს. ღარიბაშვილს ჰქონდა უნარი და სურვილი სათავისო რაღაცეებიც გაევლო თავში. სათავისოც რაღაც გაეკეთებინა, ან რაღაცა დაეტოვებინა. სადმე რამე კუნძულები შეექმნა ბიზნესში თუ პოლიტიკაში, რომელსაც ექსკლუზიურად გააკონტროლებდა. კობახიძის სახით ივანიშვილმა ნახა ადამიანი, რომლის არსებობის შემთხვევაში მას აღარ ჭირდება ლილუაშვილი სადმე და გომელაური სადმე, იმიტომ რომ ეს ყავს. მაგრამ ეს სისტემა დგას ივანიშვილზე. ანატომია ჩემი აზრით ესაა, მაგრამ ეს ახლა რას ცulis ჩვენთვის? ვინც ვხედავთ, რომ ქვეყანა მიექანება ძალიან დიდი განსაცდელისკენ, უკვე არის ძალიან ახლოს. საერთაშორისო ვითარება არ არის ამ წუთის მდგომარეობით ჩვენთვის სასარგებლო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვა თავისტკივილი გამოჩნდა. ჩვენ ამოვარდით იმ ტალღიდან, რომელში ყოფნის შემთხვევაში და ამ შემთხვევაში ეს არის ევროპული პოლიტიკა და ევროპული მიმართულება, როდესაც ჩვენს დავიცავდით თავს არა მარტო რუსეთისგან და სხვებისგან, არამედ შეერთებული შტატების პოლიტიკის აი ამ ზიგზაგებისგანაც, რომელიც ხან ამას გიქადდეს და ხან იმას, აქედან ამოვარდით და ხო, ახლა ვართ აი მართლა ოკეანეში დაკარგული გემივით, რომლის საჭე უპყრია ხალხს ადამიანებს, რომელსაც არ აღელვებს თავად გემის ბედი, აღელვებს საკუთარი კეთილდღეობა და რა უნდა ვქნათ აქ. ამიტომ არის აქ, როდესაც საუბრობ, რომ ამ ყველაფერს ჭირდება რა უნდა ვქნათ კითხვას დაგიზუსტებ და მე აღარ ჩაგეჭრები და შეგიძლიათ სრულყოფილად ახსნათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილს პროდექი და ეს იქნება საუბრის მეორე ნაწილი და ასასრული, რომ შტაბ-შტილება კი არა და ასეთი განწყობები არის ჩამოყალიბებული, რომ ზოგადად ამ ტიპის ავტორიტარულ სისტემებთან დაპირისპირების ძირითადად ორი გზა არსებობს პოსტსაბჭოურ სივრცეში ბოლო წლებში. მე ვარდების რევოლუციას არ ვახსენებ, იმიტომ რომ იქ მაინც შეორდნაძის ფაქტორი, არსებული სიტუაცია, დასავლეთთან ურთიერთობების კომპონენტი, მაინც სულ სხვა გარემოებებს ქმნიდა, მაგრამ
ჩვენი ბელორუსის, რუსეთის მაგალითებით. ერთი არის უკრაინის სიტუაცია, მეიდანის მაგალითი, ხო, საერთო სახალხო აჯანყება ორგანიზებული, რომელიც ძალიან დიდ რისკებს უკავშირდებოდა და ასე ვთქვათ, ძალიან რთული არის ამ ტიპის ნაბიჯებზე წასვლა, დიდი მასშტაბის გაბედულებას და ბევრი რისკის და პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს. მეორე არის ბელორუსის მაგალითი, როდესაც მართლაც მილიონზე მეტი ადამიანი გამოდიოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ანუ საერთო სახალხო მხარდაჭერის კომპონენტი არსებობდა, მაგრამ წინააღმდეგობის ორგანიზებულად მათ შორის ძალაზე ძალით პასუხისნება არ არსებობდა და მოხდა ის, რაც მოხდა. ზოგს გონია, რომ საქართველოს ბოლო 1 წლის განმავლობაში რუსული კანონის პირველი შემოტანიდან მოყოლებული კი თითქოს აირჩია სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის ძალა, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში გადაზარდა სრულიად, როგორ ვთქვათ, რა თქმა უნდა მშვიდობიან, მაგრამ მაინც უფრო მშვიდ დავარქვათ ამას, ოღონდ მასობრიობაზე გართულ წინააღმდეგობაში, რომელიც ნელ-ნელა სხვადასხვა მიზეზის გამო შესუსტდა და მივიღეთ ბელორუსიის მაგალითი. ისმის კითხვა არსებობს რაღაცა მესამე ამ შემთხვევაში ქართული გზა და მიმართულება, ანუ თუ არც მეიდანი არ გვინდა, ან არ გსურს, თუ ბელორუსი არ გვინდა, იმიტომ რომ შედეგი კატასტროფულია და არ გსურს, მაშინ აი რა უნდა იყოს ის მესამე გზა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რა ეტაპსაც ახლა უკვე შეუდექით. ახალ სტრატეგიაზე თქვენ საუბრობთ, ხო? იმიტომ რომ სრულიად ახალი მოცემულობა თქვენი პარტიის, მანამდე რომ ვერავინ წარმოიდგენდა, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ახლა თუ აქვთ უკვე ტელევიზორი, არ ვიცი. ციხიდან გვიყურებენ. 10 დღე მქონია თურმე, ესე უნდა რაღაც ბარათია შესავსები და ველით. ხო, აი, ნუ სრულიად წარმოუდგენელი სიტუაცია. ხო, პრობლემებზე მე დაგეთანხმეთ და კონკრეტულ პრობლემებზე ნაკლებად საუბრობ დღეს ეს მზიამაღლობელი იქნება თუ მამუკა და ბადრი თუ სხვები, იმიტომ რომ ეს კონკრეტული პრობლემები რომ გადავწყვიტოთ, საჭიროა მათი რაღაცა უფრო გენერალიზაცია, ხო, ერთიანობაში დანახვა. თქვენს ანალიზს და მსჯელობას რომ გავყვეთ გიორგი, რომ აი ის გზა და ჩვენ რა გზას უნდა დავადგეთ. მე მგონი ჩვენ ახლა გუმართებს ძალიან სერიოზული რაღაცა სტრატეგიული დათვლა და გათვლა ამ საკითხში. კიდევ მეორე ემოციების და პატრიოტიზმის და ვაჟკაცობის და რაღაცის დონეზე ჩვენ ვერც ბელორუსი შეგვედრება, ვერც უკრაინელი და ვერც სხვა. ასე იყო და ასე არის დღესაც. საჭიროა ჩვენ კარგად გავიაზროთ რა ფაზაშია მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში დიქტატურის დამყარების მცდელობის პროცესში მყოფი სისტემა და სად არის მათი სუსტი წერტილები. მათი სუსტი წერტილი გარე სამყაროსთან ურთიერთობაში არის უკვე რა მდგომარეობაში იცით? აი როგორ არის ტერმინი უკან დაბრუნების გზა რომ აღარ არის, რაღაცა დამსრულებლები რომ მიდიან და უკან დაბრუნების წერტილი გადალახულია. მათი შემოbrunების წერტილი, რამაც ისინი შესაძლოა სწორი მიმართულებით შემოატრიალონ, თუ 180 გრადუსით არა 35 გრადუსით, რაღაცები შეწყვიტონ, შეაჩენონ და ასე. ეს გავლილია ეს წერტილი. ანუ მათი შემოტრიალება რაიმე ტიპის ზეწოლით, შერცხვენით, რაღაცა მეტი სანქციებით ეს გონია რომ პრინციპულად შეუძლებელია უკვე. ეს გასაგრძელებელია, რათა ისინი იყვნენ წნეხის ქვეშ, მაგრამ ამითი შედეგის მიღწევა, ანუ მათი სახელისუფლებო სისტემიდან ჩამოცილება არ არის ეს ფაქტორები არ არის საკმარისი. რა არის საჭირო და აუცილებელი? საჭიროა მათი სუსტი წერტილის მოძებნა. როდესაც ლელომ დაიწყო საუბარი იმაზე, თბილისზე ხომ არ ვიფიქროთ ხალხო ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში, სწორედ აქედან მომდინარეობდა. ის კი არა რომ ჩვენ რამე არჩევნების გჯერა, რომ ამ არჩევნებს უკეთ ჩაატარებს, ან რაღაცა ესე იგი ადგილობრივი არჩევნებით გადაწყდება. არა. ჩვენ გავაანალიზეთ ვითარება და ეს ოფიციალური მონაცემებია. ყოველ არჩევნებში ქართული ოცნება თბილისში იღებდა ყველა გაყალბებულ არჩევნებშიც დაახლოებით 20%-ით ნაკლებს ვიდრე ეროვნული მასშტაბით. ანუ თბილისი არის ოცნების თავის ტკივილი. იმიტომ რომ თბილისის ამომრჩევლის უდიდესი უმრავლესობა და ნებისმიერ არჩევნებს რო ჩავხედოთ 15-20%-ით მეტი ოპოზიციას აძლევდა ხმას. ანუ ჩვენ
ამ პროცესში უნდა დავინახოთ სად არის მისი სუსტი წერტილი და სად შეიძლება იმ ბრძოლის გამართვა, სადაც თავს მოიყრიდა დღემდე ცნობილი და რამე კიდე უცნობიც ჩვენივე გამოგონილი ტაქტიკა და სტრატეგია. ეს იქნებოდა მეიდანი თუ მილიონი ადამიანის შეკრება თუ მასშტაბური პროტესტი თუ მასშტაბური წინააღმდეგობა, მშვიდობიანი კონსტიტუციური, არ ვიცი, გაფიცვა, ადამიანების მუდმივი ზეწოლა, საპროტესტო მუხტის მასშტაბის გაზრდა, ყველა შესაძლო ხერხი, მშვიდობიანი და კონსტიტუციური, რომელიც სადმე ოდესმე ვინმეს გამოუყენებია საკუთარი სამშობლოს დასახსნელად და მისი დეოკუპაციისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეს ამოცანა. მარტო აფხაზეთი და ცხინვალი არ არის ოკუპირებული. ახლა უკვე საქართველოა ოკუპირებული უცხო ძალის მიერ. ამიტომ ამ პროცესში ჩვენ სუსტი ადგილი და სუსტი როლი უნდა მოვუნახოთ და ეს 100,000-ობით ადამიანი, ვინც ქუჩაში იყო გამოსული ამ წლების განმავლობაში და ვაპროტესტებდით არსებულ ვითარებას, მათი კონკრეტული მიზნისკენ მიმართვაა საჭირო. კონკრეტული მიზანი ეს არის ხელისუფლებასთან, დიახ, აი ამ ზაკვარ ხელისუფლებასთან შერკინება. ამ შერკინებას სულობის არჩევნებს უყურებთ როგორც ამ ტიპის შესაძლებლობას. ეს არის აქსელერატორს რაღაც გარკვეული პოლიტიკური ტრაექტორიის. თვითმმართველობის გამოყენებას, არჩევნების გამოყენებას ამ საქმისთვის, გამოყენებაში გულისხმობ იმას, რომ ეს არჩევნები იქნება კონსტიტუციით დანიშნულია. ეს ისევე იქნება, როგორც ახალი წელი მოვა, დადგება. ანუ ეს არ არის მოსათხოვნი და მისაღწევი. ხელისუფლებას ეს არჩევნები ჩასატარებელია ყველა შემთხვევაში. ამიტომ ვლაპარაკობთ. ეხლა დეტალებში არ შევდივარ ამ ტიპის ამებში, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობაზე კი არ ვლაპარაკობთ ჩვენ. პირველი მთავარი დეტალი კი არა, სტრატეგიული საკითხი მაგ ის არის, რომ ერთობლივი უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში მიდგომა და ამ ეს არ არის საკმარისი, რომ ვიცი, საიდან უნდა მიიღო. არ არის საკმარისი, რომ ამ საქმისთვის იყოს ერთობლივი. ჩვენი აზრით დღესვე დაუყოვნებლივ, რაც მალე მით უკეთესი, იმიტომ რომ დრო გავიდა, ცდილობები იყო, მაგრამ ახლა მაინც ჩვენ იმ ტიპის ერთობა უნდა შევქმნათ, საზოგადოებრივი პოლიტიკური და მე ხაზს უსვამ საზოგადოებრივი პოლიტიკური. ისე როგორც ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა არ იყო პოლიტიკური მოძრაობა, გიორგი, ხო გვახსოვს კარგად. იქ კონკრეტულ მოქალაქეებს და ადამიანებს ჰქონდა თავისი როლი, ადგილი ამ პროცესში მონაწილეობის. საზოგადოებრივი პოლიტიკური ერთობა არა ახლა ხვალ პოლიტპატიმრების დასახსნელად მხოლოდ, არა თბილისში შესაძლო სერიოზული ბრძოლის გასამართად და სუსტ ადგილზე ხელისუფლების დამარცხების დაწყებით. არამედ იმ საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ჯერ კონკრეტულად ჰორიზონტზე არ ჩანს, მაგრამ ჩვენ დღესვე უნდა გამოვაცხადოთ, რომ იმ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელსაც ვითხოვთ, რომელიც ქვეყანას ჭირდება, დიახ, ჩვენ აი ასე ერთობლივი ძალით წავალთ. ერთობლივი ძალით წავალთ, იმიტომ რომ ის არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ბრძოლა საქართველოს განთავისუფლებისთვის და იმ არჩევნების შემდეგ გველის ჩვენ რეალური არჩევნები, რეალური კონკურენცია, მარჯვენა, მარცხენა, ნაცი, კოცი, არ ვიცი, პარტია, ლელო და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ტიპის ერთობა არის აუცილებელი. სხვა ერთობები ზოგადი საუბარი, რომ ჩვენ ყველას გვინდა საქართველოში. ეს ელენე ხოშტარიასგან მოვისმინეთ, თქვენგან ახლა მე მესმის ზუსტად, რომ ამ ტიპის ერთობა უნდა შედგეს პრაქტიკული პოლიტიკის დონეზე. მიმდინარეობს რაიმე ტიპის მოლაპარაკებები, რაღაცა ტიპის ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბების ან გაფართოების დონეზე, უბრალოდ რომ მოკლე პასუხი გაგცეთ. მიმდინარეობს ამ ლაპარაკების ბევრი სუბიექტი ახლა ვერც კი გვისმენს, რომ ახლა ჩვენ რამეზე ვლაპარაკობთ, სხვაგან არიან. ზოგი ამ გზაზეა გაყენებული, მაგრამ ივანიშვილმა ამითი არ და ვერ უნდა ჩათვალოს, რომ ესე იგი მოსპო რაღაცა წინახაზი პოლიტიკური ესე არ არის, ყოველ შემთხვევაში ლელოს დიდი ხანია გვაქვს მზად და მე დარწმუნებული ვარ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც ის გეგმა, რომლითაც ვაგრძელებთ სრულფასოვან ფუნქციონირებას, მათ შარტას პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ერთი რამაა ჩვენ ქართველებს გვახასიათებს ასეთი რამ, როგორც ჩანს ეს კიდე საუკუნეები გავყვება, ჩვენ ხასიათშია, რომ ის რაც გუშინ წინ გაგვიჭირდება, გუშინ წინ რო გაგვეკეთებინა, მაგრამ ახლა არის შეგრძნება ახლა რომ ძალიან გაჭირვებული სიტუაცია არის. არის, ამას ვხედავ და ეს გაჭირვებული სიტუაცია თუ უბრალოდ ამ კრიტიკულ ზღვარზე მისული სიტუაცია, მე მგონია, ვარ იმედიანად, რომ შეგვაძლებინებს იმ ტიპის ერთობის შექმნას, რომელსაც კიდევ ვიმეორებ, ერთი რაღაც ტაქტიკური ამოცანა კი არა, ახლა ერთ კვირაში აქცია როგორ ჩავატაროთ, არამედ როგორ შევებრძოლოთ ამ ხელისუფლებას, სადაც სუსტია, იქ მივაყენოთ მძლავრი დარტყმები და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელსაც ვითხოვთ, ჩვენ უკვე ვიყოთ მზად იმ
ტიპის ერთობით, რომელსაც ხელისუფლება ვერაფერს ვერ მოუხერხებს და ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც ცოტა ზოგს იმედი აქვს გაცვლებული, ზოგი შეშფოთებულია, გაიწელა პროცესები, ჩვენ კი ვიცით რომ დიქტატურებთან ბრძოლა უცებ ვერ მთავრდება, მაგრამ ხო, ადამიანებს ჩვენ ყველას გვჭირდება კონკრეტული მიზნები და ამოცანები. მგონია, რომ იმ საპროტესტო მუხტის განახლებაც, გავრცელებაც, მასშტაბის გაზრდაც და ინტენსივობის გაზრდაც ეს შესაძლებელია და ახლა ვართ იმ კრიტიკულ მომენტში, როდესაც ეს უნდა გავაკეთოთ.